მოგესალმებით, ეს არის კალიფორნიული ჯიშის ბოცვრების პატარა მეურნეობა. ეს გალიები არის მე ხელით აწყობილი. ძალიან პრაქტიკულია. იოლია ასაწყობად შედარებით და არიკავებს დიდ ადგილს. კარგად რომ დავათვალიეროთ, შეგვიძლია შევხედოთ. ძალიან კომფორტულად გრძნობს აქ თავს ბოცვერი. პარტი აქ იდეალური. აქვე შეუძლია დავუყენოთ, ჩაუდგათ 5 და აქვე შეიძლება რომ იმაკოს. ადგილი ამისთვის საკმარისი აქვს. ეს გახლავთ 4 თვის ბოცვერი, რომელიც უკვე მალე დაიწყებს. უკვე მალე შევაჯვარება მას და თვენახევარში უკვე მეყოლება მისი ბაჭიებიც. რაც შეეხება გალიას. გალია არის ერთა ხისგან დამზადებული, არის სამსართულიანი და სართულებს შორის აი ეს დაშორება, სადაც ფეკალიები გროვდება. ერთი შესწომა რაც მომივიდა, ეს არის რომ დაქანება ძალიან პატარა. გალის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ შემდეგში რომ დაქანება მინიმუმ 15-20 სანტიმეტრი უნდა გაუკეთოთ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი მსგავსი ფაქტის წინაშე დადგებით. ეს ფეკალიები ჩერდება ადგილზე არ ჩადის. ამას ჭირდება გადახვედა და რაც ზედმეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ხედავთ პირველ სართულზე არის მამლები, ხოლო დანარჩენ ორ სართულზე არის განთავსებული დედალი ბოცვრები. აქ მე მყავს 7 სხვადასხვა ხაზის ბოცვრები. პირველ სართულზე პირველ მამალთან 2 დედალი ხდება მასწილა და მოგცემენ იდეალურ თაობას. ბოცვისთვის თავარია სწორი კვება, რაც შეამცირებს უკვე სხვადასხვა დაავადებების რისკს. ერთოდ რაც უფრო ხშირად ემართებათ კუჭნაწლავის კუჭნაწლავზე აქვს პრობლემა, უფრო ხშირად უხარისხო საჭმელით გამოიწვევს კუჭნაწლავის მოქმედების არევას. ახლა ისინი ჭამენ სპეციალურ საჭმელს. ეს საჭმელი წყალი ჯერჯერობით ბოლომდე მოწესრიგებული არ მაქვს, იმიტომ რომ ჯერჯერობით გავაკეთე თანხის მობილიზება. აქ გაკეთდება ნიპელები, საწურებლები, რომლებიც დაუყენება თითოეულ ინდივიდუალურად. ეს ჯიში გახლავთ მეხორცული ჯიში არის და გამოირჩევა თავის დადებითი მახასიათებლებით. კერძოდ 3 თვის ასაკში თუ მაგათად ბელგიური ფლანდრი, რომელიც ზომას რაღაც რეკორდულ ზომებს აღწევს, ადის 10 კილომდე, მისი ეს ბაჭია, ეს კურდღელი ზრდასრული ასაკში აღწევს 4,5 კილოს. რაც შეეხება 3 თვის ასაკში გვიტოვებს ეს 1,5 კილო. ცოცხალი წონა ადის 3 კილომდე. ერთ-ერთი 4 თვის ბოცვერი დავკალი და სუფთა ხორცი დატოვა 2 კილო. გავუცდი, გამიკვირდა მეც. აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. რბილი და საგემოვნო თვისებებითაც გამორჩეულია. ნახეთ. ისინი არიან ძალიან მშვიდები. მათ სჭირდებათ მშვიდი გარემო იმისათვის, რომ სტრესი არ მიიღონ. სტრესის მიმართ ძალიან გზნობიარენი არიან. არ უნდა შევაშინოთ
არ უნდა ვიხმოვრთ მათთან და ასე შემდეგ.